კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. მადლობა თქვენ კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ეს არის ერთგვარი ენერგიების გაცვლა ჩემი ძვირფასებო. კიდევ და კიდევ გიმეორებთ, რომ საჯარო გაშლებში უნდა მიენდოთ თქვენს ინტუიციას. თუ ხვდებით, რომ სიგნიფიკაციაში რეზონირდა თქვენთან, მაშინ ეს გაშლა არის თქვენი, ჩემოკარგებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით, ჩემოკარგებო, ვინც იცით ნამდვილად, რომ იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში, ეს არ აქვს მნიშვნელობა. მეუღლე ხართ თუ ან ოფიციალურ ურთიერთობაში ხართ თქვენს პარტნიორთან თუ სასიყვარულო ან ფარულ ურთიერთობაში, ერთი სიტყვით თუ იცით, რომ თქვენ ან თქვენი მამაკაცი იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში, მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის, ჩემოკარგებო. ან გავიგოთ, ხო? გავიგოთ. ნავალ სანთელი. გავიგოთ. როგორ ენერგიებში ამჟამად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი პარტნიორი. ვნახოთ თქვენი ენერგიები და ვნახოთ მესამე პირის ენერგიები, რა ხდება მათ ურთიერთობაში. ვნახოთ მასში. როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად თქვენ. ეს თქვენი კარტი. ეს თქვენი პარტნიორის კარტი. თქვენი პარტნიორის ენერგიები და მესამე პირის ენერგიები ამჟამად. პირის, რომელიც დგას თქვენს ურთიერთობაში. მესამე პირის ენერგიები როგორია? მესამე პირის ენერგიები. ნახოთ. თქვენი ენერგიები. თქვენ სასიყვარულო სამკუთხედში ხართ და სამიანი ხმალი, რაც იმას მიმანიშნებს, რომ საკმაოდ რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით ამჟამად. რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმის გამო, რომ გაშლა ეხება სასიყვარულო სამკუთხედს. თქვენი პარტნიორისგან გაქვთ გული ნატკენი ძალიან. ურთიერთობაში არის, რა თქმა უნდა, მესამე ქალი, მესამე პიროვნება, უბრალოდ სქესს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ შეიძლება მამაკაციც მიყურავდეთ ახლა და ქალბატონიც, ასე რომ ვიტყვი მესამე პირს. სქესს არ დავაკონკრეტებ, ერთი სიტყვით ამოვიდა ხმლის მეფე, რომელიც იმყოფება რაღაც გაურკვევლობაში, ილუზიები აქვს, ილუზიური შეხედულება აქვს ჯერ კიდევ იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რა ურთიერთობაშიც იმყოფება. შესაძლებელია გაურკვევლობა გაქვთ იმის გამო, რომ თვალზე გაქვთ მორგებული რაღაც ვარდისფერი სათვალე, არ იცით სიმართლე, არ იცით რეალურად რა ხდება. ფიქრის პროცესში იმყოფებით ამჟამად. შესაძლებელია, ეს თქვენი მდგომარეობა უკავშირდება წარსულს უკავშირდება. სინანული გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, რატომ მოხდა, ფიქრობთ, ათასი ფიქრი გიტრიალებთ თავში. შესაძლებელია დღემდე ძალიან ბევრ კითხვაზე გაქვთ რაღაც გაუცემელი პასუხები. ფიქრობთ, რატომ მოხდა, რატომ დაგემართათ ის, რაც დაგემართათ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. შესაძლებელია ითქვას, რომ ამ მომენტისთვის პარტნიორთან ხართ პაუზაში. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთთან იყოს ასეთი რეზონირებაც, რომ ამ მომენტისთვის თქვენ და თქვენი პარტნიორი ხართ ცალ-ცალკე და მე ვერ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით დაშორებულები ხართ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ამ მომენტისთვის ვფიქრობ, თქვენ არ ხართ ერთად, ჩემოკარგებო. არ ხართ ერთად და შესაძლებელია თქვენი მხრიდან ხდებოდეს ინტერესი იმის თქვენს, ანუ ფიქრობთ თქვენს პარტნიორზე. შესაძლებელია ეძებთ ინფორმაციას, ათვალიერებთ მის სოციალურ გვერდს და ცდილობთ ყოველ შემთხვევისთვის, რომ გამოხვიდეთ იმ გაურკვევლობიდან, რა გაურკვევლობაშიც აღმოჩნდით, ჩემოკარგებო. ძალიან გაქვთ გული ნატკენი, იმის გამო, რომ გიღალატეს, იმის გამო, რომ გაგწირეს, ასე ვთქვათ, ცუდად მოგექცნეთ, გული გადგინეს. შეიძლება ღამეებიც არ გძინავთ, ჩემოკარგებო. შეიძლება ღამეებიც არ გძინავთ, უძილო ღამეები, საკუთარ თავზე ბრაზი, საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ რატომ მოხდა ასე, რატომ დაგემართათ თქვენ ის, რაც მოხდა, ხო, რატომ დაგემართა. იცით რა არის, ვფიქრობ, ეს იყო თქვენი კარმა. თქვენ ის ურთიერთობა, რომლისგანაც ასე გულნატკენი ხართ. იუსტიციის არკანი ამოვიდეთ, შემოკარგებო. ეს გაკვეთილი უნდა გაგევლოთ თქვენ. ეს გაკვეთილი უნდა გაგევლოთ. მართალია ამ მომენტში ძალიან ბევრ რამეზე აგრესია გაქვთ და გაურკვევლობა, რომ შესაძლოა დაშორდით
ადამიანს, რომელიც თქვენთვის ერთ დროს ძვირფასი იყო, მაგრამ ეს გაკვეთილი უნდა გაგევლოთ თქვენ. ეს იყო გაკვეთილი, საიდანაც რაღაც უნდა გესწავლათ, ხო, რაღაც უნდა გესწავლათ. აი ასეთი ენერგიებია თქვენი ენერგიები ამ მომენტისთვის. ნახოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები ამჟამად. შეიძლება გაშლა გამოგვევიდეს ცოტა ხანგრძლივი შემოკარგებო. ვიდეოს შემდეგ დავამონტაჟებ იმის გამო, რომ ცოტა დრო შევამციროთ, ანუ აჩქარებულ რეჟიმში დავამონტაჟებ. თქვენ შეგიძლიათ აქვს YouTube-ს შენელებული დააჩქარების ფუნქციაც საუბრის და დაარეგულიროთ იქიდან. ნახოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები და თქვენი მესამე პირის ენერგიები. თქვენი პარტნიორი შემოკარგებო, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ესეთ მოძრაობა, ანუ როგორ გითხრათ, თქვენი პარტნიორის ენერგიები ცდილობს, რომ არ გაჩერდეს ერთ ადგილას, რაღაც მერყეობს რაღაც არჩევანში, არ იცის, საითკენ წარმართოს თავისი ეტლი, საით წაიყვანოს თავისი ეტლი. თითქოს გაჩერებულია და ფიქრის პროცესში. იცით რა არის? საკმაოდ ისეთი მსუბუქ ენერგიებშია, დიდად რომ თქვა, თქვენ სამიანი ხმლის ენერგიებში ხართ და ის ნახეთ ამოვიდა სამიანი თასი და სულელი სარკანი. რა გითხრათ შემოკარგებო, თქვენი პარტნიორი არის პიროვნება, ანუ ან ვისედაც ფიქრობთ თქვენ, ხო? პიროვნება, რომელიც სუბუქ ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას, პიროვნება, რომელსაც დღეს ერთი უნდა, ხვალ მეორე, ძირთადად გართობაზე ფლირტზეა გადასული და სუბუქ ურთიერთობებზე, პასუხისმგებლობას მოკლებულ ურთიერთობებზე. უყარს მეგობრებთან ერთად გართობა, დალევა, რაღაც თავგადასავლები შესაძლებელია, იცით რა არის, არც ფიქრობს თავის ქმედებებზე. კი, მიდრეკილია იქითკენ, რომ თავგადასავლები უყარს და როგორც თქვი, დღეს შეიძლება თქვენთან იყოს, ხვალ სხვასთან იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირად დაუჯდება მას, იმიტომ რომ უზენაესი სამსჯავრო ამოვიდა, და ნახეთ 6-იანი პენტაკლი, ანუ რასაც თესავს, მოიმკის ეს პიროვნება იმას, რასაც თესავს. ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება მას მიიყვანს აი ამ მდგომარეობამდე, 7-იანი პენტაკლის და 4-იანი თასის მდგომარეობამდე. პიროვნება, რომელიც დიდად არ დაუდევს სხვის, ანუ როგორ ვთქვა, გულის დგენას და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და საკუთარ გართობაზე ფიქრობს, მიეზღუება თავისი წილი საზღაური, ასე ვთქვათ. მიეზღუება და ასეთ ენერგიებში ხედავს ყოველი შემთხვევისთვის სამყარო თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ფაქტია, რომ აქ გვაქვს გაშლის თემიდან გამომდინარე სასიყვარულო სამკუთხედი. მესამე პირი როგორ ენერგიებშია? მესამე პირის ენერგიები არის ჩემოკარგებო, უფრო სწორად 8-იანი პენტაკლის ენერგიებშია. პიროვნება, როგორ გითხრათ, მუშაობს თავის თავზე, შეიძლება ითქვას, შეიძლება აქვს თავისი საქმე, ყოველ შემთხვევისთვის რუტინული, ანუ როგორ ვთქვა, ისეთ საქმიანობას ეწევა, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას, კონცენტრაციას. შეიძლება ითქვას, რომ პიროვნება მატერიალური თვალსაზრისით სტაბილური პიროვნებაა და თვითონაც სტაბილური პიროვნებაა. კვერთხის დედოფალი ამოვიდა. კვერთხის დედოფალი ეს არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი საქმე, ანუ სხვაზე არ არის დამოკიდებული არასოდეს, თავის ბედს თვითონ განაგებს. მატერიალურად კარგად არის ყოველ შემთხვევისთვის, სხვისი ხელებში შემყური არ არის, რასაც საქმიანობს, ის შემოსავალი მას საკმარისად აქვს, რომ თავისი მოთხოვნები და თავისი სურვილები დაიკმაყოფილოს. ცეცხლოვანი პიროვნება, ერთი სიტყვით, შეიძლება პიროვნებას ჰქონდეს ძალიან კარგი ინტუიციაც და ამფლობდეს რაღაც ცოდნასაც, საკრალურ ცოდნას. და კი, ძალიან განვითარებული ინტუიცია აქვს შემოკარგებო. ძალიან კარგი ინტუიცია აქვს და შეიძლება რაღაც პრაქტიკებსაც კი აპრაქტიკებდეს აი ამ თავის ცოდნას და თავის გამოცდილებას. ერთი სიტყვით, ინტუიციურად საკმაოდ განვითარებული შინაგანი გრძნობები აქვს და საკმაოდ ესეთი პიროვნება მატერიალური თვალსაზრისითაც გამართული პიროვნება. კი, პიროვნებას შეიძლება ამ პიროვნებას მესამე პირს ამოვიდა ის ჩაფიქრებული პიროვნება, ანუ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. შესაძლებელია ამ მომენტისთვის
აქვთ შეხვედრები და ასევე კომუნიკაცია ინტერნეტით, ჩემო კარგებო, კომუნიკაცია ინტერნეტით და მინდა გითხრათ, რომ რაღაც ინფორმაცია შეიძლება, იცით რა არის, აქ რა ხდება. ინფორმაცია მოდის ისეთი, რომ ხმლის მეფეს და კვერთხის დედოფალს აქვს შეხვედრები ცვალებადი, ანუ პერიოდული შეხვედრები. არის პერიოდები, როდესაც ერთად არიან და არის პერიოდები, როდესაც რაღაც შეიძლება რაღაც უსიამოვნება მოვიდეთ და თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მისი ჰორიზონტიდან, ასე ვთქვათ, თვალს მიეფარება. ანუ ცვალებადი პერიოდული შეხვედრები აქვს და სხვათა შორის კი, შეიძლება, იცით რა არის. აქ ვფიქრობ, იცით რა არის, ერთ-ერთი, ანუ რაღაც გამოსავლის ძებნას აქვს აქ ადგილი, შესაძლებელია რაღაც ახალი შანსის და ახალი რაღაც ახლის დასაწყისის, შეიძლება იცით რა არის, ეს პერიოდული შეხვედრები, იმიტომ არის, რომ რაღაც უსიამოვნებების გამო პარტნიორი პერიოდულად, როგორც წეგან გავიმეორე, ქრება მისი, ასე ვთქვათ, თვალსაჭიერიდან და შემდეგ ისევ ბრუნდება და პერიოდულად ახლდება ეს შეხვედრები. მაგრამ ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ კიდევ კომუნიკაცია სატელეფონო ან ინტერნეტით კომუნიკაცია. მოდი მე მაინტერესებს თქვენ შორის ახლა ამჟამად თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს შორის როგორია ამჟამად ურთიერთობა. ნახოთ როგორია ამჟამად თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის ურთიერთობა ამჟამად. მე მაინტერესებს როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. იცით რა არის, თითქოს ამ მომენტისთვის რაღაც კომუნიკაცია არის, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია თქვენი ურთიერთობა კვლავ განახლდეს. ეს ხმლის მეფე მოკლედ არ გშორდება, რადგან ალბათ ფიქრობ, რომ ეს მთავარი მოქმედი პირია არ გაშლის. იცით რა არის, ამ მომენტისთვის მინდა გითხრათ, დასტის ძირზე იმპერატრიცა ფიქრობ, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას განსრახული აქვს, რომ თქვენთან მოვიდეს გამარჯვებული, აი ასე, ნახეთ. და ყველაფერი რაღაც ის ციკლი, რაც დასრულდა, დაიწყოს ხელახლა, ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენს ურთიერთობაში. ფიქრობს, რომ იცით რა არის, საჭიროა, რაღაცით იმედგაცრუებულია, შესაძლებელია მას მესამე პირთან არა ეწყო ის ურთიერთობა, როგორცაც გეგმავდა, როგორც ფიქრობდა, ან შეიძლება მიხვდა, რომ გული გადგინათ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კარტები ამოვიდა თქვენ სიგნიფიკაციაზე, ძალიან ისეთი ცხრიანი ხმალი, შეიძლება მიხვდა, რომ რაღაც არასწორად მოგექცათ და გული გადგინათ და ახლა თითქოს უნდა რაღაცის გამოსწორება. ყოველ შემთხვევისთვის პიროვნებას უკვე თითქოს გააზრებული აქვს, რომ საჭიროა შეიცვალოს სიტუაცია და აღდგეს სრულიად სხვანაირად წარმართოს თავისი ცხოვრება. კი, დასტის ძირზე ნახეთ, სინანულის გრძნობა აქვს, შეიძლება გაეღვიძა ის ნამოსის ინდისი და მიხვდა, რომ ის სულელური ქმედებები, რაც დაუშვა კურთხელს რომ დასდებდა, არ იყო ლამაზი და ამით ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა და ფიქრობს, რომ ურთიერთობა აღადგინოს თქვენთან. ყოველ შემთხვევისთვის ამას გვიჩვენებს, რომ ამ მომენტისთვის რაღაც მცდელობაა, თითქოს რაღაც წინადადებით შემოვიდეს, რაღაც ჯერ შეიძლება უკვე ეს როგორ გითხრათ, რაღაც გეგმები აქვს თითქოს, რომ რაღაც ნაბიჯი გადმოდგას. მე მაინტერესებს მესამე პირთან როგორი ურთიერთობა აქვს პიროვნებას, ვისაც ამჟამად ფიქრობთ. პიროვნებას, რომელზედაც ამჟამად ფიქრობთ, მესამე პირთან როგორი ურთიერთობა აქვს. მესამე პირთან გვაჩვენეთ თუ შეიძლება, მესამე პირთან როგორი ურთიერთობა აქვს ჩაფიქრებულ, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. აი ცით რა არის, ჩემო კარგებო, აქ უფრო ნება და სურვილი იმის, რომ ფარული ურთიერთობა აქვს, ურთიერთობა, რომელიც
რაღაც მომენტში შეიძლება განახლდეს, მაგრამ ისევ რაღაც უსიამოვნებების გამო და რაღაც გარკვევის ურთიერთობის და შეიძლება ეცით რა არის ეს ფარული ურთიერთობა, ყველასთვის არ არის მისაღები, შემოგარგებო. გურუმი ქალი ამოვიდა. დაფარული ურთიერთობა, რომელიც შეიძლება ვნებით იწყება, შეხვედრა ვნება და ეს წუთიერი რაღაც გატაცება და შემდეგ ისევ სრულდება, შესაძლებელია ოჯახი ისევ აგონდება ამ პიროვნებას, ფიქრობს, რომ სტაბილური ურთიერთობა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში იღებს გადაწყვეტილებას, რომ როდესაც იცით რა არის აქ როგორი მომენტია. პიროვნება, როდესაც თავის თავთან მარტო რჩება. ნახეთ განდეგილი და რვიანი ხმალი. პიროვნება, როდესაც მარტო რჩება, შეიძლება მაშინ იაზრებს და მაშინ ფიქრობს თავის ქმედებებზე. მაშინ ფიქრობს და მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, რაღაც სხვა გზა უნდა მოძებნოს, რომ ესე ტყუილში ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია. ეს манипуляციები შეიძლება იცით რა არის პიროვნება, ვისედაც თქვენ ფიქრობთ, მუდმივად ცხოვრობს ტყუილში. შეიძლება უხდება რაღაც 1000 ტყუილის მოგონება იმის გამო, რომ შეინარჩუნოს თქვენთან ურთიერთობაც და შეინარჩუნოს მესამე პირთან ურთიერთობაც. მოკლედ ერთი სიტყვით პიროვნება ორიანი ეს აქ ეტლის არკანი ამოვიდა, ხო პიროვნებას არც ერთი არ ეთმობა ერთი სიტყვით. არც ერთი არ ეთმობა, არც ერთი პარტნიორი. შეიძლება ამ მომენტში არ გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ფიქრებით მაინც მონჯაჭულია თქვენთან. შეიძლება რაღაც მომენტში არ გქონდეს ურთიერთობა მესამე პირთან, მაგრამ მაინც აქვს მისი რაღაც ნახვის სურვილი, შეხვედრის სურვილი რაღაც და მუდმივად თქვენთან თუ მასთან მუდმივად უხდება რაღაც ტყუილების მოგონება, ტყუილებით რაღაც პოზიციის გამყარება ერთი სიტყვით და აი ესეთ გაურკვევლობაშია ორმაგ ცხოვრებით რო ცხოვრობს, აი ესეთი ორმაგი ცხოვრებით თითქოს პიროვნება დაიღალა და როდესაც პიროვნება რჩება მარტო განდეგილის ენერგიებში, როცა მაშინ ფიქრობს, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, უკვე დაიღალა იმ ცხოვრებით, რაც ცხოვრებითაც ცხოვრობს. ნახეთ 4-იანი თასი უკვე პიროვნებისთვის სულ ერთია. ნახეთ შეიძლება რაღაც ახალი შანსიც გქონდეს, მაგრამ იმდენად არის უკვე არსებული სიტუაციით გადაღლილი. აღარავისთან აღარ სულ კომუნიკაცია არ უნდა, აპათიურ მდგომარეობაშია, ერთი სიტყვით დეპრესიული მდგომარეობა და ეს გაუსაძლისი ყოფა იმის გამო, რომ ორმაგი ცხოვრება აქვს პიროვნებას ხან ერთთან, ხან მეორესთან. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ისევ გავიმეორებ, რომ საჯარო გაშლა და ყველასთან ერთი და იგივე არ იქნება. შეიძლება თქვენთან ურთიერთობა არ გქონდეს ამ მომენტში, მაგრამ ფიქრებით მოჯაჭულია მაინც თქვენთან, მაინც ენატრებით, მაინც რაღაცას ფიქრობს. მოდი ეს ვიკითხოთ, აბა თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს ეს პიროვნება? თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს ეს პიროვნება? თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? თქვი სინანულის გრძნობა აქვს, რომ ნახეთ მის თვალში ხართ ცხრიანი პენტაკლი არის ქალბატონი ყველაფრით შემკული. ყველანაირი რესურსით ქალბატონი, რომელიც მოდი დავა კონკრეტად პიროვნება, რომელიც ყველანაირ რესურსს ფლობს. შეიძლება ითქვას შეიძლება მარტო იყოთ, მაგრამ თქვენი სიმარტოვეც რომ თქვენ სიმარტოვესაც კი რომ შემონატრიან, ანუ ყველაფერი გაქვთ ერთი სიტყვით, რესურსი, ყველანაირი რესურსი შემკული ხართ და სინანული აქვს ამ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით, რომ რაღაც შანსები გაუშვა შორს არის თქვენგან. თქვენ მისი ოჯახი ხართ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხშირად აინტერესებს თქვენ შესახებ ინფორმაციას პოულობს და ვერ გამოსულა იმ თამაშიდან და იმ სცენარიდან, რა სცენარშიც თვითონ თავისი სულელური ქმედებების გამო ამოყო თავი. ვერ დაასრულა, ანუ დაასრულა, ასე ვთქვათ, ფიქრობს, რომ დაკარგათ. კი, ნახეთ, დაკარგათ და თქვენთან ანუ შეიძლება გზა მოჭრილი აქვს უკან მოსასვლელი თუ არ ვიცი ერთი სიტყვით. პიროვნებას აქვს სინანულის გრძნობა თქვენთან დაკავშირებით, შემოგარგება თქვენთან დაკავშირებით სინანულის გრძნობა აქვს, ცხრიანი ხმლის ენერგიებშია პიროვნება. ნახოთ ახლა გრძნობა როგორი აქვს თქვენს მიმართ, გრძნობა ამჟამად თუ აქვს კიდევ შერჩენილი. გრძნობა გვაჩვენე. იცით რა არის? ისეთი ახლა გრძნობის არკანი აქ არ ამოვიდა, თასები არ გვაქვს, ხო? ამოვიდა პენტაკლი, 6-იანი პენტაკლი, რაინდი პენტაკლის და პაჟი კვერთხის. ანუ იცით რა არის? ფიქრობ, ენატრება და ის სტაბილურობა, ის ასე ვთქვათ, კომფორტი, რაც თქვენთან ჰქონდა. ის სითბო.
თქვენგან იღებდა, ასე ვთქვათ, ყველანაირ რესურსს, ზრუნვას, შეიძლება მხარდაჭერას, სიტყვერს, მატერიალურს. თქვენგან ღებულობდა, ანუ იმ სტაბილურობას, რომელიც შეიძლება ამ მომენტში აღარ აქვს და ეს ყველაფერი ენატრება. მოჯაჭულია ფიქრებით თქვენთან, გამუდმებით თქვენზე ფიქრობს, ნება აქვს, რა თქმა უნდა, პენტაკლის, პაჟი კვერთხის არკანი, ნება აქვს, შემოკარგება, გრძნობა გვაინტერესებს. იცით რა არის? არ ვიცი. ყოველ შემთხვევისთვის გრძნობას აქ, იცით როგორია? კი, ენატრება, რა თქმა უნდა, წარსული დრო, თქვენთან გატარებული დრო ენატრება და თქვენს თქვენთან ურთიერთობაში კარგად გრძნობდა თავს, მსუბუქად გრძნობდა. შეიძლება ითქვას, ბავშვივით იყო რა განებივრებული. მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა წარსულში. იცით რა არის? ეშმაკის არკანი და მთვარე. აქ პიროვნებას გონება დაებინდა რაღაც. იცით რა არის? შეიძლება, არ ვიცი, თქვენთან დაშორების შემდეგ თუ შეიძლება პიროვნება მოიხმარს ისეთ ნივთიერებებს, ალკოჰოლს ან რამეს ისეთს, რომელიც იწვევს გონების დაბინდვას ან რაღაც ცნობიერების შეცვლას. და გამოდმებით ნახეთ, გამოდმებით შინაგან კონფლიქტშია. შეიძლება ამის გამო იცით რა არის? აქ მე მიჩვენებს, რომ პიროვნებას რაღაც უჭირს პასუხისმგებლობის წაღება, უჭირს, ასე ვთქვათ, გააზრება იმის, რომ საჭიროა რაღაც არჩევანის გაკეთება, რომ საჭიროა რაღაც მოიმოქმედოს. თქვენთან ურთიერთობაში აქვს მიჯაჭვულობა და ნება, გრძნობაც აქვს და ის სტაბილურობის შექმნება, რომელიც ჰქონდა. მოდი ვნახოთ მესამე პირთან როგორი ურთიერთობა აქვს და უბრალოდ რას ფიქრობს მასზე, ვნახოთ რას ფიქრობს. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენს მოწინააღმდეგეზე და მასზე რას ფიქრობს. რას ფიქრობს, შემოკარგებო, რას ფიქრობს და რაღაც ეწოლა ხდება მასზე, ფიქრობს, რომ იცით რა არის? ფიქრები, რა თქმა უნდა, აქვს მასთან დაკავშირებითაც, მაგრამ რაღაც იმედგაცრუებაც აქვს, იმედგაცრუება. ერთი და იგივე კარტები მეორდება. იცით რა მომენტი აქვს? ძაღლს როდესაც ძვალი არც ეთმობა და არც სხვისთვის რომ არ ემეტება, ესეთი მომენტი აქვს. პიროვნება, როდესაც, რა თქმა უნდა, ენატრება მასთან, ეს არკანი შეიძლება ითქვას ფიზიკური სიახლოვე. სექსუალური ტოლვა აქვს, მაგრამ როდესაც მასთან არის, ფიქრობს მაინც ოჯახზე. ანუ სტაბილურ ურთიერთობაზე ფიქრობს, თქვენზე ფიქრობს ერთი სიტყვით. არ ვიცი, ხა თქვენ ოჯახი ხართ, მისი თუ ვინ ხართ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის სინანულის რაღაც განცდა აქვს. მაგრამ ვერ ეშვება მაინც. გრძნობა გვაინტერესებს, გრძნობა. არა, აქ მე არ მიჩვენებს გრძნობას, აქ მიჩვენებს იმას, რომ ქურუმიქან ნახეთ, რა უცნაურია პირდაპირ, ისეთი არკანები ამოდის, რომ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შეიძლება მესამე პირი რაღაც როგორი მომენტია აქ, აიძულებს რაღაც არჩევანი გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი დასრულდება. კოშკით დასრულდება ეს ყველაფერი. გრძნობას აქ მე არ მიჩვენებს. აქ უფრო მატერიალური კეთილდღეობისკენ, მატერიალურისკენ ტოლვაა და ნება უფროა ვიდრე გრძნობა. მოდი ვნახოთ მოქმედებები თქვენს მიმართ, როგორი იქნება ჩაფიქრებული პიროვნების მოქმედებები, მე ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს. როგორი იქნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მოქმედება მომდევნო, აიღეთ თავად ჩაიფიქრეთ პერიოდი, დიდხანი პერიოდი არ ჩაიფიქროთ, არც ძალიან მოკლე პერიოდი. როგორი იქნება, რაც მოიმოქმედებს ჩაფიქრებული პიროვნება, მოდით თითო არკანით გავიგოთ თქვენს მიმართ, რაც მოიმოქმედებს და
შემდეგ მესამე პირის მიმართ თუ რაიმე ნაბიჯებს გადადგავს ან თქვენს მიმართ ან მის მიმართ რას მოიმოქმედებს ერთი სიტყვით ვნახოთ პირველ რიგში გვაინტერესებს რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მესამე პირთან მიმართებაში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რა იქნება მისი მოქმედება ხო ვნახოთ მაგის არკანი ამოვიდა თქვენთან და მასთან მიმართებაში 4-იანი ხმალი ანუ მაგის არკანი რაზე მიგვანიშნებს მაგის არკანი ეს არის აქტიური პიროვნება რომელიც მზად არის კომუნიკაციისთვის პიროვნება ცოტა манипуляტორი პიროვნება რომელიც რაღაცას იტყვის და განახორციელებს ერთი სიტყვით თქვენთან მიმართებაში ყველანაირად შეიძლება რაღაც კონტაქტზე გამოვიდეს რაღაც манипуляციებით რაღაც ხერხებით ხრიკებით ერთი სიტყვით მოდი ერთი არკანის დავამატოთ მაგის არკანს კინანობს თავის აქციელს შეიძლება მოვიდეს სინანულით ასე ვთქვათ მობოდიშებით რომ თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი და უნდა თქვენთან ურთიერთობის აღდგენა აი შემოგარგებო ნახეთ სინანულის გრძნობა აქვს თქვენ ხართ მისი ხატება ერთი სიტყვით წარმოუდგენია თქვენთან როგორც თქვენ მისი მეორე ნახევარი ასე ვთქვათ რომ აღადგინოს ურთიერთობა თქვენთან რომ შეცვალოს ურთიერთობა ის ურთიერთობა რომელიც ამჟამად გაქვთ შეიძლება მესამე პირთან მიმართებაში ფიქრის პროცესში იქ მე მოქმედებას ვერ ვხედავ შემოგარგებო მოდი ვნახოთ თუ რას მოიფიქრე ანუ რას გადაწყვეტს დაასრულებს მესამე პირთან ურთიერთობას თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში როგორ მოიქცევა რა იქნება მისი როგორ იქნება მისი ქცევა მესამე პირთან მიმართებაში დაასრულებს მასთან ურთიერთობას თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება დაასრულებს ურთიერთობას ერთი თვის განმავლობაში ვნახოთ უჭირს შემოკარგებო უჭირს რომ ნახეთ როგორი ვარიანტი აქვს შესაძლებელია კონდეს კლავ ცდუნება უჭირს რომ მდგომარეობა თავისთავად უჭირს და 10-იანი კვერთხი მიმანიშნებს იმას რომ პიროვნება იცით რა არის რაღაც გამოუვალ სიტუაციაში ვერ ხედავს თავს სიტყვებს ერთი სიტყვით თავს სიტყვებს არ ვიცი შესაძლებელია კონდეს რაღაც ცდუნება ნახეთ დასტის ძირზე მაქვს იეროფანტი 8-იანი კვერთხი 7-იანი ხმალი რაღაც ასე ვთქვათ არ ვიცი ერთი სიტყვით ფიქრობს როგორ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან ამ მდგომარეობაში ამჟამად არის თითქოს თქვენთან უნდა პიროვნებას გაურკვევლობაშია ანუ გაურკვევია საით წავიდეს თქვენთან დაბრუნდეს კი ფიქრებში და გრძნობებში თითქოს აქვს თქვენთან სურვილი ურთიერთობის აღდგენის მაგრამ ფაქტია რომ უჭირს მესამე პირის დათმობა არ იცის როგორ გამოვიდეს რაღაც ცდუნებები შეიძლება ჰქონდეს კიდევ მიჯაჭულობა და იცით როგორი მომენტი აქ ერთი თითის დაქნევაზე რომ შეიძლება პიროვნება ვთქვათ პიროვნება როდესაც იცით რა არის პიროვნებას სიგნიფიკაციაში ამოვიდა რომ არასტაბილური პიროვნება ცვალებადი პიროვნებაა და დღეს ერთი უნდა ხვალ მეორე უნდა თავის შეცდომებზე მაინც და მაინც რო ვთქვა რომ აი სწავლობს და აღარ იმეორებს ხო? აი სინანულის გრძნობა აქვს, მაგრამ მეორე წუთს ყველაფერი იცვლება ვიღაც გაუცინებს, ვიღაც სიტყვაზეც დაუქნებს წამოდი ჩემთან, შეიძლება ყველაფერი დაავიწყდეს თავისი სინანულით, თავისი განცდებით და თავისი ემოციებით და ერთი თითის დაქნევაზე ერთი სიტყვით წავიდეს სადმე ხო მესამე პირთან გულის მომწასვლას. Ყველა შემთხვევაში თუ ცდუნებას ახლა შესაძლებელია თქვენთან მიმართებაში სურვილი აქვს დაბრუნების და ურთიერთობის აღდგენის, მაგრამ ფაქტია რომ მესამე პირთან ურთიერთობასაც ბოლომდე თითქოს ვერ წყვეტს. მოდი ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის. რჩევა რა იქნება თქვენთვის? ამ სიტუაციიდან გამომდინარე რჩევა თქვენთვის, ვინც ამ გაშლას უყურებს და ვისთვისაც ეს გაშლა მნიშვნელოვანია. რჩევა თქვენთვის. იცით რა არის რჩევა არის ის რომ თქვენ რაღაც შანსი შეიძლება მოგეცეთ. რაღაც შანსი მოგეცეთ, მაგრამ ჯერ დრო არ არის 7-იანი პენტაკლი. ანუ მოსავალი რომ მოიწიოს, ხო, არის რაღაც დრო საჭირო. შეიძლება 1 წელიც. ანუ ჯერ დრო არ მოსულა იმის რომ რაღაც მოსავალი მოიმკათ, რომ რაღაც თქვენი ჩანაფიქრი, თქვენი სურვილი, რაც გაქვთ ის მიიღოთ. რჩევა არის ის რომ მოიცადოთ. აი ესეთი იყო ჩემკარგებო. რაღაც შანსები არსებობს, მაგრამ
თქვენთვის არ შეიძლება გამოჩნდეს უпроსად შანსები, მაგრამ საჭიროა მოცდადროებით, რომ რაღაც შედეგი მიიღოთ. აი ესეთია. დღევანდელი ეს გაშლა სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით ჩემოკარგებო თუ რეზონირდა, ძალიან მაინტერესებს. ვისთან როგორ რეზონირდა და თუ გამომეხმაურები ძალიან მადლობელი დაგრჩებით.